გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლის წარმომადგენელმა მოკრივემ ლევან დემუროვმა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის медаლი მოიპოვა. სპორტსმენი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 3 შეხვედრა ჩაატარა. მოლდოველი და სომეხი მოწინააღმდეგეები დაამარცხა ფინალურ ბრძოლაში კი ქართველი სომეხ არმენ მაშარაკიანთან დამარცხდა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა. როგორც დემუროვმა აღნიშნა, შეჯიბრმა უდიდესი გამოცდილება მისცა და გულშემატკივარს პირდება, რომ შედეგს სამომავლოდ გააუმჯობესებს. ჩვენ საქართველოს ნაკრების 5 მოკრივე მივიღეთ ერევანში ერთ-ერთ კარგ ტურნირზე ასპარეზობა, საიდანაც 2 медаლი მოვიპოვეთ, მე გავხდი ფინალისტი და არშა კილისბარიანი გახდა პრიზიორი. მომიწეს საკმაოდ რთული ორთაბრძოლების ჩატარება, მოგეხსენებათ წელს გადავედი მე კაცებთან შორის, ვარ 18 წლის და მიწევდა 28 წლის 30 წლის კაცებთან ასპარეზობა და ბრძოლა რა. პირველ ეტაპზე დავამარცხე მოლდოველი მოკრივე, ძალიან წარმატებული, ძალიან შედეგიანი. ის არაერთგზის მსოფლიოს მონაწილეა დიდებში, არაერთგზის ოლიმპიადაზეც აქვს მონაწილეობა მიღებული, არაერთგზის ევროპის მონაწილე, შედეგებიც აქვს მან და ჩხუბობს კიდე პროფებში რა, ანუ ესე იგი ძალიან ძლიერი და კარგი მეტოქე იყო რა. დავამარცხე 3-2 ანგარიში, რითაც ყოფილი ვიყავი, ძალიან მისამონე, ძალიან მომეწონა დიდებში ჩხუბი. შემდეგ დავამარცხე ადგილობრივი მეტოქე, ის სომეხი მეტოქე დავამარცხე და ფინალურ ეტაპზე გავედი ისევ სომეხ მეტოქესთან, რომელთანაც თანაბარი ბრძოლა მქონდა, ძალიან სასიამოვნო ბრძოლა მქონდა, 3-2 წავაგე მათ. კარგი იქნებოდა ჩემპიონი დაუბრუნებული იყავი, მაგრამ მიზანი რაც იყო ის გავაკეთეთ. და რა ვიცი, ჩემი სამომავლო გეგმებია, ველოდები რა ჩვენს ეროვნულ ნაკრების მწვრთნელის ბეჟან ჭიჭინავას მითითებებს და შემდეგ იქნება მომავლის გეგმები და ნაბიჯები რა.